და დიდი სკამია ყველა ვარიანტში საჭირო. აქ შეცდომა ამ ეპიზოდში კარგი შანსი აქვს სებოლინიას, სრუმოძრაობა. მოატყვა კერესელიძე ჩაწოდება და ოლატუნჯი გამოიტანა ბურთი. შეცდომა რომელიც დაუშვა გორელთა 29 ნომერმა აბდულმალიკ ოლატუნჯიმ, რომ შემდგომ უკვე გამოასწორა ეს ყველაფერი რუბენ კონდნენ. დასარჩენ ბრძოლაში აქ გრძელი გადაცემა შეყილაძე გამოვიდა კუტალაძე და აეუფლა ბურთს. წინა ტური საინტერესო იყო სპაერმა მოუგო სწორედ მეშახტეს. ბოლოს გაიტანეს ტყიბუ თედო კიკაბიძე ბურთთან, კიკაბიძე გრძელი პასი წინ. არ გავიდა ეს გადაცემა, რომელიც შოთა შეყილაძისკენ იყო მიმართული. შეცდომა ამ ეპიზოდში ბურთი რჩება დილას ფეხბურთელებს დარტყმა. რა მაგარი გოლი გავიდა 1-0 გორის დილა დაწინაურდა შესანიშნავი დარტყმა ბლანკსონ ანოფის და მასპინძლები გადიან წინ მე-15 წუთზე. დაკარგა ამ ეპიზოდში ბურთი ვინისიუს ვიანამ და საბოლოოდ ესეთი გოლიც ნახეთ ანოფის დარტყმა და კუტალაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი. უკეთ თამაში მართებდა სამგურალის მეკარესაც. ანოფის კარგი დარტყმაც აღნიშნოთ. 1-0 იგებენ გორელები დღევანდელ შეხვედრაში. განარელი ბურთის ავტორია ბლანკსონ ანოფი, ნომერი 17. ძალიან კარგი და გახსნილი თამაში იყო აქ ბრძოლა ბურთისთვის. სუზე დამაჯერებლად თამაში წყალტუბოელებმა მორიგი შორეული დარტყმა და კუტალაძე ადგილზეა. ის ჩააწვდის ჩაწოდება საჯარიმოში გამოაქვთ ბურთი წყალტუბოელებს. სებოლინია იყო ბურთი არც თუ ისე კარგად ისე სებოლინია ბრძოლა ბურთისთვის. კანტე ფარულავას მიუვიდა ბურთი გრძელდება იერიში ფარულავა კარგი პასი კანტეზე დარტყმა კუტალაძემ გადაარჩინა გუნდი კიდევ ერთი პასი შეყილაძე და ვერ გაიტანეს გორელებმა და ვერ გამოიყენეს. კიდევ ერთხელ შეეძლოთ გორელებს უპირატესობის გაზრდა 2 ბურთამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაურჩა სამგურალი გოლს. ეტა გრძელდება იერიში. ნახოთ აბა ჩაწოდება საჯარიმოში, ოლატუნჯი გამოიტანა დარტყმა. კერესელიძე შესანიშნავად ითამაშა ამ ეპიზოდში ლაშა შერგელაშვილის დარტყმის შემდეგ. კერესელიძემ შვენიერი დარტყმა იყო მართლაც. ხაბია. ვინისიუსი აქ სებოლინიაზე კეთდება გადაცემა, გაგრძელდება შეტევა, კარგი მომენტია, პასი შერგელაშვილი, ისევ კიდევ ერთი გადაცემა, ველისოლი და კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა სამგურალმა. ახლო კადრით და გამეორებით. ენის ხმას გაისმის ცოტნე სამსონაშვილი სასწორების ხმა 1-1 ველისოლმა გაათანაბრა ანგარიში წონასწორობა აღადგინა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის 43 წუთზე მიწურულს სამგურალმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა ველისოლის მე-6 გოლი მიმდინარე სეზონში წყალტუბოს სამგურალის მაისურით შვენიერი შედეგი აქვს ნამდვილად ბრაზილიელს. კარგად დაარტყა პენალტი. შეასრულა ველისოლმა. შარშანდელი სეზონის რეკორდიც. პასი ანოფის მიმართულებით შეყილაძეზე! რა მაგარი გოლი კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გავიდა აქ სამგურალის კარში. შოთა შეყილაძე გოლის ავტორი. მერე უკვე შოთა შეყილაძემ ჰაერიდან ეს ბურთის მიწაზე დაუშვებლად მართლაც ძალიან მაგარი ბურთი გაიტანა სამგურალის კარში. 2-1. ტაიმი დასრულებულია 2-1 გორის დილად სასარგებლოდ. გავდივართ შესვენებაზე და სულ მალე დაგიბრუნდებით. სუპერ გოლს კი გიტოვებთ გამეორებაზე.
რჩებათ გორელებს. ოთარ ფარულავას სწრაფი იერიში, ფარულავას გადაცემა სანიანგი საჯარიმოშია, დარტყმა კუტალაძემ აიღო, ფარულავას მიუვიდა ბურთი, დარტყმა, დაიბლოკა, გრძელდება შეტევა. თედოკი კაბიძემ ორიგი მცდელობა ჩაწოდება საჯარიმოში შეყილაძე! დუბლთან ახლოს იყო შოთა შეყილაძე, თუმცა შექმნეს გორელებმა. დაკარგეს ბურთი წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელებმა, სწრაფი შეტევა წამოიწყო იქ დილას 27 ნომერმა ალიუნე ტალიმ. გააყოლა პასი ფარულავას, ფარულავამაც კარგი პასი გაუკეთა მამინ სანიანგს, მაგრამ სანიანგმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყო ჩაღა. ბურთთან ისევ გორელები. ალიუნე ტალი. რუბენ კომპაორე. 4-4-ზე არიან სამგურალის ფეხბურთელები, ველისოლმა უფრო უნდა იაქტიუროს, სრულმოძრაობა, პასი საჯარიმოში, ცეცხლაძე მიიღო ბურთი, ორი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ, ცეცხლაძე დარტყმა! ძევსვლა ბურთი დარტყმა 2-2! სამგურალმა გაათარა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზევე ორი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა გორის დილას. წყალტუბოელებმა მატჩის 55 წუთზე კლაუდიო სებოლინია გოლის ავტორი. ძალიან მაგარ მატჩს ვადევნებ. თვალს გახსნილი შეხვედრა. ახლა უკვე გორელები ისევ გააგრძელებენ ზეწოლას მეტოქეზე. შოთა შეყილაძის მომენტი ვნახეთ, როცა მცირე მანძილითაც და ბურთი კარს მეორე ტაიმის სტარტზე ოთარ ფარულავას დარტყმა, არ დაგვაუწყდეს ასევე ძალიან კარგი მომენტი, რომელიც ჰქონდა მამინ სანიანგს. სანიანგის დარტყმის შემდეგ კუტალაძემ აიღო ბურთი, დამატებაზე ითამაშა ფარულავამ და საბოლოოდ ხედავთ კომპაორეს გრძელი გადაცემა თედოკი კაბიძეზე მიიღო კიკაბიძემ ბურთი, სრულმოძრაობა კარგი იყო, ჩაწოდება საჯარიმოში შეყილაძე, ვერ დაარტყა მამინ სანიანგი ბურთთან. გრძელდება შეტევა სანიანგი დატრიალდა დარტყმა და სრულდება გორელთა რიგებში ალიუნე ტალი სნაცვლად შედის მოედანზე ლაშა მენთეშაშვილი და ტრეიფულერი ითამაშებს მამინ სანიანგის ნაცვლად. ფულერს ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა. აღოდეს და ორი შეხვედრა გადაინაცვლა მე სათადარიგოს კამზე და აი ახლა ვნახოთ როგორი დაბრუნდება ტრეიფულერი. სანიანგ შეეძლო გატანა სანამ უსელიანი მენთეშაშვილი. მენთეშაშვილის გადაცემა გოცირიძე ისევ მენთეშაშვილი ბურთთან შორიდან დარტყმა თუ იქნება დარტყმა და კუტალაძემ აიღო ეს ბურთი. ზოლა ბურთისთვის და ჯარიმა შეტევაში. ჯარიმა შეტევაში გოცირიძე ჯარიმდება. მისი გადაცემა ჩაიჭრა ჯეფინიოს პასი და სწრაფი შეტევის შანსი კლაუდიო სებოლინიაზე გადაცემა. სებოლინია კომპაორეა მის წინააღმდეგ. გრძელდება სამგურალის იერში სებოლინია საჯარიმოში სრულმოძრაობა, პასი 3-2! 3-2 ვინისიუსი გოლის ავტორი 91 წუთზე წყალტუბოს სამგურალი გადის წინ. დილა სტადიონზე საინტერესოა რამდენს დაამატებს არბიტრი ცოტნე ბერელიძეც ემზადება მინდორზე შესასვლელად გიორგი ონიანი სამმაგცვლებას აკეთებს. სამგურალი გადის წინ, შეიძლება ვნახოთ ამ გუნდის ზედზედ მეორე მოგება ეროვნულ ლიგაში. ხუთი წუთია დამატებული შეხვედრაზე. შედის მოედანზე ლევან პაპავა და ცვლის ის კლაუდიო სებოლინიას. მოიგო მატჩი ანგარიშით 3-2, აი ასეთი ბრძოლის უნარიანობა გამოავლინა გიორგი ონიანის გუნდმა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა დღევანდელ დაპირისპირებაში.